Მაღალი ინტერესია ბუდაპეშტში მიმდინარე შეხვედრების მიმართაც. ქართული ოცნების თავმჯდომარე სხვა ლიდერებთან ერთად უნგრეთის მმართველ პარტიაში შეხვედრებს მართავს. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკავშირის ლიდერთა სამიტია, როცა 27-მა ქვეყანამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს. ქართული დელეგაცია დარწმუნებულია, რომ 14-15 დეკემბერს საქართველოს უნგრეთის მხარდაჭერა ექნება. ირაკლი ყობახიძე ხაზს უსვამს, რომ დღევანდელმა შეხვედრებმა ოპტიმისტური მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა. თუმცა ჩნდება კითხვებიც. ხომარში აფერხებს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერის და მმართველი პარტიის პოზიციები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას. ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია და სამიტის დღის წესრიგიდან ამ საკითხის საერთოდ ამოღებას ითხოვს. იგივე მოთხოვნით მიმართავს მთავრობას უნგრეთის მმართველი პარტია მის მიერ პარლამენტში დღეს წარდგენილ რეზოლუციაში. თეონა ხუბულავა ბუდაპეშტიდან. უნგრეთში გამართული თითოეული შეხვედრა ქართული დელეგაციისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო ნაკლები დრო რჩება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ვიცით, რომ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, შესაბამისად ქართული დელეგაცია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი არის უნგრეთის მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრა იყო პარტიული შეხვედრა, მმართველი პარტიის ოფისში, ფიდესის ოფისში. იცით, რომ ეროვნულ ასამბლეაში ფიდესი არის ყველაზე მეტი კანონმდებლით წარმოდგენილი. შეხვედრა იყო დახურული, გაიმართა როგორც პარტიის ლიდერებთან, ასევე უნგრეთის სახელმწიფო თავდაცვის მდივანთან და ქართული დელეგაცია ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ვიცით, რომ ეს პარტია იზიარებს პრემიერ ვიქტორ ორბანის პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და მთავრობა სპეციალური რეზოლუციითაც მიმართა ფიდესმა, რომ არ მოხდეს ევროკავშირის მხრიდან დაწყება მოლაპარაკებების უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე კი ძალიან საინტერესო არის და მნიშვნელოვანი ასევე ეს რაიმე გავლენას ხომ არ იქონიებს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს რაიმე საფრთხის შემცველი არ არის არც საქართველოსთან მიმართებით, არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნგრეთის ხელისუფლება და უნგრეთის მმართველი პარტია ძალიან მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 15 დეკემბერს. ეს პოზიცია არის ბუნებრივი აუცილებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველო, ისე უკრაინა და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან ევროკავშირში. ეს არის ის, რაც ჭირდება საქართველოს და ეს არის ის, რაც ჭირდება უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე, ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ძალიან ინტენსიურ ორმხრივი ვიზიტების გაცვლაშიც, ორმხრივი ურთიერთობებშიც ორ ქვეყანას შორის და ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, რჩება ისეთი ძლიერი, როგორიც აქამდე ჩვენ ვიხილეთ უნგრეთის მხრიდან. და საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ჭირდება აქტიური მხარდაჭერა, ხმამაღალი მხარდაჭერა და უნგრეთის სწორედ ასეთი მხარდაჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში. ევროკავშირის თემა საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში და აქაც მათი მხარდაჭერა გარანტირებულია. რასაკვირველია, საგანგებოდ იყო განხილული სტრუქტურა პარტიის მთავარი მმართველი პარტია და მმართველი პარტიის თავმჯდომარე შეხვდა პარტიას, რომელიც მხარს გვიჭერს. სტრუქტურაზე იყო საუბარი მართვის სისტემაზე, პარტიული მუშაობის და პარტიული მშენებლობის გამოცდილებაზე და საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვს. ვიზიტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს ქართული დელეგაცია ხვალ გამართავს ეროვნულ ასამბლეაში, ანუ უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ისინი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდებიან, სწორედ მისი მოწვევით იმყოფება ქართული დელეგაცია ბუდაპეშტში.